პლატინთა მეფობა მოკლედ არ არის მრავალსაუკუნოვანი ცხადია, სალადინი მოდის, იღებს იერუსალიმს და სალადინის მიერ იერუსალიმის აღებისთანავე ჩვენ ხელში გვხვდება უკვე თამარის წერილი, იმიტომ რომ თამარი როგორც ქრისტიანი დიდი ქვეყნის უკვე ხო ძლევამოსილი საქართველოს ქრისტიანი მეფე თავისთავად ცხადია ინიციატივას იღებს იმისა, რომ დანგრეული იერუსალიმი აღადგინოს. მისმენთ. შესაქმეცით თამარი არ აგზავნის წერილს. სალადინმა გამოუგზავნა თამარს წერილი. რომ თავს ვერ დასხმოდნენ, ხო? ხო. კი. მან ჩემი ყმადნაფიცი არიან და იქნებას დაცულნი იქნენ და ისინი არავინ შეაწუხოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს როგორც ჩანს თამარის კარმა ჩათვალა როგორც ბიძგი ჩვენი ინტერესების განსახორციელებლად. ბიძგი, რატო? ამ დროისათვის უკვე იმ ბალდუინიც აღარ არის, რა თქმა უნდა, სხვაებიც გაირია მონასტერი ისევ და ქართულ მონასტრებს გაუჭირდათ. დიახ. აი ასეთ ვითარებაში თამარმა შესთავაზა სალაჰ ად-დინს რომ დავამყაროთ ნორმალური ურთიერთობა. გააგზავნა კაცი, რომელმაც მიუტანა საჩუქრები სალაჰ ად-დინს და ამავე დროს სთხოვა რომ ის ჯვარი დაგვიბრუნეთო. ჯვარი, ჯვარცმის ჯვარზეა ლაპარაკი. ხო, ის ჯვარი მოგვეცითო და როგორც ცნობილი არის, თითქოს შესთავაზა 200,000 ოქროს დინარი. ეს იმხელა თანხა მაშინდელი. მე გამოვთვალე და ეს არის თითქმის 1 ტონა ოქრო ფიზიკურად. კი ბატონო. ძალიან დიდი 1 ტონა 900 რაღაცა კილოგრამი გამოდის. მე არ ვიცი ტონა რამდენი ეღირება, მაგრამ ფულს მაინც თავისი ღირებულება ჰქონდა. დიახ. ხო და ეს უზარმაზარი თანხა. დიახ. და სალაჰ ად-დინმა უთხრა არა. უარი უთხრა. მაგასო ჩვენ ინგლისელებიც აფრთხოვენო. მაგრამ უარი უთხარი თუ. არა, კარგი. არა. მაშინ მერე იქ მოლაპარაკება მოხდა რაღაცებს და ქართველებმა ის პრივილეგიები მიიღეს ცხენზე ამხედრებული და აი ასე და ასე, რომელითაც ჩვენ ვამაყობთ ახლა და არის მართლა საამაყოც არის. მაშინ როდესაც სხვა ქრისტიანებს ასეთი უფლებები არ ჰქონდათ. ესე იგი ეს ქვეყნის ძალაზეც მეტყველებს, ქართულ დიპლომატიაზეც მეტყველებს და ბევრ რამეზე მეტყველებს. ხო და იქიდან სალადინმა გამოაგზავნა წერილი. რომ აი მე თანახმოვარ თქვენთან ესე თუ თქვენ ამას იზავთ და ეს წერილი მე შევაფასე როგორც თარგი სახელშეკრულებო დოკუმენტისა. ეხლა რას გულისხმობ? რას გულისხმობს თარგში. ხო. ჯერ თარგში რას? თარგში და მე დოკუმენტი. თარგში წერია რაღაცა უცნაურობები. აბა. აი თუ ესა და ეს არ წერია მე ვინ გააკეთებს ამას რას არც ის არ წერია. თუ ამის შემდეგ იმ ნაბიჯს გადასგავს ამ ეს სიტყვა შიგ არაფერი ცარიელია. მარტო სიტყვები წერია. ამიტომ დავარქვი მე თარგი. და აი ამ თარგში თამარმა ჩასვა უკვე თავისი ესე იგი სიტყვებიც, მოთხოვნებიც და ყველაფერი. და გაუგზავნა ის სალადინს, რომელიც ჩაუტანეს რამლაში მიუტანეს. რამლაში, ქალაქი იცით თქვენ ალბათ რამლა და იქ მიართვეს ეს წერილი. სალადინი კმაყოფილი დარჩა. იმიტომ რომ იქ აი ეს სიცარიელები რაც გულისხმობდა რაღაცას
აქ ამ ხარისთვისაც გასაგები იყო იმ ხარისთვის და იქ მისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხები იყო ჩაწერილი. ერთი რამ ფაქტია, რომ მაინც ქართველები მძლავრად განან იერუსალიმში და თამარ მეფეც მაგაში კი, გეთანხმებით. თამარ მეფე არც ისე სამწუხაროდ, ფაქტია, რომ რაც არის აღწერილი ჟანთაღწელების მიერ ავადობდა, ხო? რა შესაქმე იცით? იმდენად ძლიერი თემი ჩამოყალიბდა ქართული თემი იერუსალიმში, რომ ისინი უკვე თავიანთ პოლიტიკასაც კი ატარებენ. კი. აი თუნდაც იმ ყორადინის ამბავი, როცა მან მოურღვია კედლები იერუსალიმს და რამე მაგაზე ქართველებმა უთქვეს ჩვენ მაგას არ გაპატიებთო კაცო. როგორი საქმეა? რომ იმდენად ძლიერი იყო ქართული თემი, როდესაც ამასა კადრებს. აი ამას ჩვენესი არ დავწეს ყორადის როგორც და გითხრათ და იმ ყორადინმა მიხვდა რომ ძალიან გადატოპა რაღაცეებში და მაშინვე თავისი ელჩები გამოაგზავნა ლაშა გიორგისთან. რომ აი ესე და ჩვენ მზათა ვართ კომპენსაცია მოვახდინოთ თუ ვინმე რამე იზარალაო ამ ჩვენი კედლების მონგრევით და ჩვენ ვიცით რომ ნამდვილად იყაჩაღობა დაიწყო გახშირ და ესე უკედლებო ქალაქი შეიძლება და მაშინ ხო და აი ეს ყველაფერი აი აქამდე არის მისული და ლაშა გიორგი რა ელაპარაკა და რა მოთხოვნები დააყენეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ჩვენ ამას გვიყვება ვიღაცა მუსლიმანი, რომელიც ქართულ ციხეშია დაპატიმრებული. და ნუ ახლა მე ერთგან თქვი კიდევ ასე დაპატიმრებული კაცი, საიდან ესწრებოდა ამ მოლაპარაკებებს და იმას მეთქი, მაგრამ ნუ რა ვქნათ ახლა მაგისტანებს პატიოთ ისტორია. ეს ვაპატიოთ. ბატონო ელდარ, ლაშა გიორგის მეფობის პერიოდი ასევე ძალიან მნიშვნელოვან ამბავს უკავშირდება, ეს თამარს უკავშირდება, მაგრამ მე პირდაპირ მოდი ესე ვიტყვი, მე თქვენ ერთ კონკრეტულ ნაშრომს შევეხები ახლა პირდაპირ, იმიტომ რომ ამაზე ცალკე გაქვთ. ბრალს ამდებთ? არა, ბრალს კი არ დეთ პირიქით. იმიტომ რომ ანუ აღნიშნე რომ ამაზე ცალკე ნაშრომი გაქვთ მეთქი თქვენ. მოკლედ სალადინის და ამ თამარის პერიოდის მერე დღევანდელი გაგებით ხო საერთოდ ძალიან ახალგაზრდა, ეხანდელი გადასახედი თამარი გარდაცვლილი ხო, ეხლა რა წლები ის იყო. მაგრამ არც მაშინდელი პერიოდით არ იყო ალბათ ის დიდი თამარი როგორც ჩვენ ხვდებით იმ აღწერილობით როგორც ჩანს მძიმედ იავადებს და გარდაიცვლება. გვაქვს თამარ მეფის გარდაცვალების სავარაუდო თარიღი, გვაქვს ის ცნობები რომ თამარი დაიკრძალა თავდაპირველად გელათში და შემდეგ აი რაცაც ეხება თქვენი წიგნი და არა მხოლოდ თქვენი ნაშრომი. ის რომ არსებობს ესეთი ძალიან საინტერესო, ძალიან დამაჯერებელი და ძალიან თუ ესე შეხედავ და დაფიქრდები, ძალიან ლოგიკურად რაც ჩანს ეს ყველაფერი, რომ არსებობდა თამარის ანდერძი, რომელიც აღასრულა ლაშა გიორგიმ და თამარის ანდერძის მიხედვით მისი სურვილი იყო, რომ ის დაესაფლავებინათ მაცხოვრის საფლავის სიახლოვეს წმინდა მიწაზე. მოდით ახლა ამ ამბავს გავყვეთ და ისე გავყვეთ შემდეგ საუკუნეებს. ნუ ახლა ეს თემა რომელიც ემწოდაში თქვენ წამოსიეთ ეს საუკუნეების განმავლობაში ქართულ კაცს ტვინსაც უმუღრევდა და გულსაც უშფოთებდა რომ ასეთი უდიდესი მეფის შესახებ სხვათა შორის რაღაცა იმაზე ვილაპარაკოთ ჩვენ თამარის დაბადებაც არ ვიცით როდის დაიბადა ესე უცნაურია ხო და კიდევ ის არის რომ ასეთი უდაბადების გარდაცვალების წელი რამდენი მეფე ყავს რამდენი საფლავებიც რომ არ ვიცით ხო ნუ რა ვქნათ ახლა პატარა ქვეყნისა და
მისუსტებული ქვეყნის და ყველაფერი შეიძლება დაემართოს. და აი თამარის საკითხი ასეთნაირად არის. ჩვენ რომ საქმეს უფრო ფრიანად შევხედოთ, აუცილებლად არის თვითონ თამარის ფსიქოტიპი როგორი იყო. თუ აქედან არ მივიდეკით, ისე საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამარი იყო ძალიან მორწმუნე. ძალიან მორწმუნე. ეს არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ თუ ეპოქას განვიხილავთ, სულიად გასაგებია, რომ თამარი თუნდაც ქალი, მეფე და მას აი ამ სულიერი სამყაროს ამ ერთი დიდი უჯრისათვის ბევრი რამის გაკეთების სურვილი გაუჩნდებოდა, იმიტომ რომ ხელისუფალია ბოლოს და ბოლოს. და კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ. თამარის ნატურა, რომ დაკრძალული იყო იერუსალიმში, ეს არც საკვირველია და შეიძლება დიდი განსჯაც არ სჭირდებოდეს. და რატო? მთელ ქრისტიანულ სამყაროში გავრცელებული იყო სურვილი დამარხული იყვნენ წმინდა მიწაზე, წმინდა ქალაქში, ზეციურ იერუსალიმში. დაკრძალული იყვნენ და ძალიან ეხლა ამას ღარიბი კაცი ვერ გააკეთებდა. ეს იყო მდიდრების, დიდი ხელისუფლების მქონე ადამიანების და ძალიან ხშირად ისინი იერუსალიმში მიდიოდნენ, თავიანთ როცა ცოცხალნი იყვნენ და ჯანმრთელად იყვნენ და იქ ელოდებოდნენ თავიანთ სიკვდილს, რომ იქ დამარხული იყვნენ. მიქონდათ სხვათა შორის ძალიან დიდი სიმდიდრე, ჭირავდნენ ეკლესიებს, იმიტომ ღმერთს ხომ პირნათლად უნდა შეხვედროდნენ, რა. და ეკლესიებს სადღაცას რემონტს აკეთებდნენ, სადღაცას რაღაცას ხატავდნენ და აი ასეთნაირად ელოდებოდნენ თავიანთ სიკვდილს. თამარი ხელისუფალი იყო, თანაც ძალიან საინტერესო ქვეყნისა, დიდი წარმატებების მიღწევისა და იმას სიცოცხლეში ეს ნაბიჯი ვერ გადასცა. მაგრამ დატოვა ანდერძი. და ერთი რაღაც დავაკონკრეტოთ, იცი, მან ნახეთ რა, აი ეხლა ეს თამარის ამბავი მინდა კარგად ავუხსნათ მაყურებელს. თამარმა ერთი რამ იცოდა კიდევ, რომ ქართველთა ეკვდერში, რომელიც ქართველების ეკვდერი იყო, რომელსაც ადამის ეკვდერი ერქვა და დღესაც ასე ქვია, აღდგომის დადაში. მიშვით იმ ეკვდერამდე. დასაფლავებული იყვნენ იერუსალიმის მეფეები, ხო? ანუ ქართველთა ეკვდერში დასაფლავებულები იყვნენ იერუსალიმის მეფეები, ახლა მით უმეტეს საქართველოს მეფეს ხო ენდომებოდა იქ დასაფლავება ისედაც. არ არის გასაკვირი. იერუსალიმში? ხო. რა რაგაცო მაგას არ ვლაპარაკობ. ეს სანატრელი იყო. სანატრელი, ამას აიხვეწებოდნენ ღმერთს. ღმერთო მომასწარი, აი ზეციურ იერუსალიმში მისვლა და იქ სიკვდილიო. და აი ეს სიკვდილს კი არ ამბობდნენ და შენთან შეხვედრა. ხო, შეხვედრა გულისხმობდა იმას, რომ ხო და აი ესე იგი იმისათვის რათა შევამზადოთ ეხლა ჩვენ, რომ მე გასაგები გახდეს ყველაფერი. თამარის გარდაცვალების წელიც კი არ ვიცით. ზუსტად. ეხლა ზოგმას თქვა 1202. ვახუშტი 1202 წელს აწერს. ზოგმას თქვა 1207 წელი, ზოგმა 8 წელი, ზოგმა 10 წელი და ზოგმა 13 წელი. ეხლა ესეთ როგორც არგუმენტები არსებობს ეხლა აი ამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ისე საწინააღმდეგო კონტრარგუმენტებიც არსებობს. ამიტომ ეხლა ერთი რამ
აუცილებლად არის გასათვალისწინებელი, რომ რა თქმა უნდა ის რაც გელაჩი არის, ის ხომ ერთ დღეში არ აშენდებოდა. ეხლა დაელოდებოდნენ, აი მოკვდეს და მე ეკვდერსაც გაუკეთებთ ამასაც. რა თქმა უნდა ეს ეკვდერი შენდებოდა, კეთდებოდა და ძალიან ძვირფასიც არის. სადაც უნდა დაკრძალულიყო თამარიას, შეულებრივი ამბავი იყო, მეფე, მისი ოჯახის წევრები წინასწარ იმზადებდნენ ყველაფერს და ხო და ეხლა აი თამარის ავადმყოფობა როგორც ჩანს კარგახანი გაგრძელდა. დიახ. იმიტომ რომ თუ ჩვენ თამარის ისტორიკოს და სხვა ცნობებს ჩაუკვირდებით, თამარის ზაფხულს ატარებდა ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერი და ადგილი მოუხდებოდა ფილტვებს. როგორც ჩანს, ფილტვებში ჰქონდა მას რაღაცა. ხო და აი ზაფხულს იქ აგარაკზე ატარებდა. ნუ ბოლოს დადგა ის ჟამი და გარდაიცვალა. გარდაიცვალა ისნის სასახლეში. და ისნის სასახლიდან გამოასვენეს, წამოიყვანეს და მცხეთაში დაასვენეს. სვეტიცხოველში რა თქმა უნდა, დაასვენეს, ის ღამე შეუსრულეს წესი, რაც წესი უნდა საჭიროებდა ამ დროს, მთელი ღამე ლოცვაში გატარდა ასე და მეორე დილით გაუდგნენ გზას. ხო და მეორე დღეს გაიარეს ასევე უძვირფასეს ტაძარში, ძალიან სახელოვარ ტაძარში, ნიქოზში გაიარეს, იქაც დაასვენეს და აი ამის შემდეგ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში და გელათში ჩაასვენეს. აი იმ მონაკვეთში სად ჰქონდათ შესვენება და რაღაცა მე არ ვიცი. აი ეს რაც ცნობილია, მე ის გითხარით. ეხლა რა არის იცით და დაკრძალეს იქ. დაკრძალეს და აი ამ დაკრძალვასთან არის ძალიან ორჭაფული დამოკიდებულება. თამარი დაკრძალეს თავისი მამის გვერდით. და ქმრის გვერდით. მაგრამ გავიდა ხანი, გარდაიცვალა ეს ლაშა გიორგი გარდაიცვალა და ლაშა გიორგი იქ არ დაკრძალეს, სადაც დედა იყო დაკრძალული. არადა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ შვილები, თამარის შვილები, ყოველ შემთხვევაში აი ეს ლაშა, რუსუდანი და თამარი, ხო ყავდა კიდე ქალიშვილი, აი ესენი არ დაკრძალეს თამარის გვერდით. რატო? აი ასად დაკრძალეს. დაკრძალეს მამასთან. 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 იმიტომ რომ წერია რომ დაეკრძალეს მამისა. რატო? როგორც ჩანს, თამარი აღარ იყო. იქ აღარ იყო, როცა ეს შვილები გარდაიცვალნენ. და მანდ გვაქვს ერთი რაღაც კიდევ აქცენტ გავაკეთოთ ამაზეც. ეხლა იცით რა, მომიტევეთ. მე ზოგიერთ რაღაცას ეხლა ვამბობ, იმიტომ რომ აი ფიქრობ, რაც შესაძლებელია მე არ მიწერია. ზოგიერთი ჩვენ გვაინტერესებს დღეს. ხო, დღეს როგორ ავფიქრობთ კი? ხო.
იმიტომ რომ იმის დრო გადის და ბევრ რაღაც. ანუ უბრალოდ ისი ის მინდოდა ეცი დაზუსტება, რომ მანამდე სიცოცხლეში ლაშა იწოდება თამარის ძედ, უბრალოდ რა ამას თქმა ვაკონკრეტებ, კი, თამარის კი. ძედ, მაგრამ დაიმარხა, ანუ ჩანაწერში წერია დაიმარხა მამის გვერდით. კი. ანუ მამის ძე არ იყო სიცოცხლეში, დედის ძე იყო. უბრალოდ აქ გავაკეთე კი, აქცენტი. ხო. ეხლა რატო ჩვენ ვიცით როდის კი, გარდაიცვალა ანუ სხვა ლაშა. შემთხვევაში, სხვა ლაშა ქართველზე იტყოდნენ, რომ არ იქნებდა გასაკვირი მამის გვერდით დამარხვა რო ყოფილიყო, მაგრამ ლაშა შემთხვევაში იყო თამარის ძე და ამიტომ თამარი უნდა ყოფილიყო ნახსენები და ეს ხო, აი კი, კი. არა. ეგრეა, ლოგიკა ეგრეა. დავაკონკრეტებდეთ ეს აბა. ლოგიკა ეგრეთია და ვიცით ესე იგი ლაშას გარდაცვალება, ვიცით რუსუდანის გარდაცვალება, არ ვიცით იმ თამარის გარდაცვალება. იმიტომ ის მუსლიმანურ სამყაროში იყო გათხოვილი, სხვათა შორის მე მაქვს პატარა გამოკვლევა იმ თამართან დაკავშირებით, რომლის ახლა აღდგენა ნამდვილად მიჭირს. ხო, ჩვენ გავყვეთ თამარის ამბავი გავარკვიოთ თამარს. ქუთაისიდან იერუსალიმამდე. ხო. და იქ დაკრძალეს კაცო, წესიც აუგეს, ყველაფერი რაც რეგი იყო, ყველაფერი შეუსრულეს, ის შავი მარმარილო, რომელიც იმ ეკვტერში რომ არის ამ საფლავის სახურავი, ის დაახურეს და შემდეგში პერიოდულად რაღაცა იქ ალბათ 7-ით შეუსრულეს, ის 40-ით შეუსრულეს რაღაცები და გარკვეული დროის განმავლობაში იქ ხდებოდა აი ამ რიტუალის შესრულება. მაგრამ იყო თუ არა იქ თამარი, ეს უკვე აღარ ვიცით. ეხლა რას მინდა თქვენი ყურადღება რომ მიიღო. იცით რომ ასე იგი შემდეგში დებუას ამბავის რომ თავი დავანებოთ და იქ ვიცით რაცა წერია რომ დედის ანდერძის მიხედვით ესექნა წამოიღო და ჩამოიყვანა და დაკრძალა. ხო? და თითებს კიდევაც იმ ადგილს წმინდა საფლავის მახლობლად. ხო. მაგრამ მე ერთი რაღაცას აი წინსწრებით მინდა თქვა. რომ როგორც ჩანს დებუა იყო შეულებრივი რაინდი, რომელიც ბენსასონის არქიეპისკოპოსის კორესპონდენტის ფუნქციას ასრულებდა. იმიტომ რომ მის წერილში არა ჯერ არის ლაპარაკი მოხდა ეს. ცოტა აგენტის შთაბეჭდილებას. ხო, არა, კორესპონდენტია, რომ აქედან ისრაელი მეთქი, იქიდან იერუსალიმიდან უგზავნის იქ, იმიტომ მაშინდელ ქრისტიანულ სამყაროს ყველაფერი აინტერესებდა, რაც იქ ხდებოდა. ხო და ეს ატყობინებს ახლა იქ. ხო, აი ეს მოხდა, ის მოხდა და მე აი სხვათა შორისოთ ამბობს. რომ ეს ცნობა მოვიდა რომ მოდისო საქართველოს უფლისწული, რომელსაც თავისი ესო 16 წლისაო და მე მიწერია კიდევაც რომ ეს მაშინ უნდა ყოფილიყო 28-29 წლის მაინც, როცა მიასვენებდა ეს დაახლოებით ეს უნდა იყოს 1217-18 წელი, იმიტომ დამიეტას ამბები ხდება უკვე და აქ გასაგებია იცი ლავირების საშუალება არის. და დებუამ არაფერი არ იცის. სინამდვილეში რა ხდება იქ ესე იგი კარდინალის კარავში ვინ რას ლაპარაკობს, ემაზე ყური არ მიუწვდება. რომ იქ როგორ ჩავიდნენ ჯერ ერთხელ ქართველი ელჩი, ვიღაც ბერი, სახელი არ აწერია და შემდეგში მეორე ჩადის უკვე 19 წელს.
მეორე ჩადის და აი იქ უკვე მომზადებული არის საქართველოს მეფე როგორ მიიღებს მონაწილეობას იერუსალიმის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. და აი ეს ყველაფერი ამან არ იცის. აი ქუჩაში რასაც მოკრავს ყურსა, აი ესე შეიძლება გაიგო რომ აი ქართველი ელჩები მოვიდნენ, მაგრამ რა მოიტანეს და რა წაიღეს. ერთ რაღაცას დავაკონკრეტებ, მან აი კარგად გავყვეთ მაგ ამბავს, რომ დავინახოთ უკეთესად ეს ყველაფერი რამდენად სარწმუნოა. აქ უნდა გავმიჯნოთ ორი ამბავი, ერთი დებუას წერილიც და დებუა და თავისი ეპისკოპოს ბიზანსონის, მეორე რასაც თქვენ ბრძანეთ ეს უკვე კიდევ სხვა ისტორია, პელაგიუსზე ლაპარაკი ქალაქის აღებამდე, მაგრამ ანუ ჩვენ ამ წუთას გვაქვს ორი სხვადასხვა ინფორმაცია, ხო, რეალურად. ეხლა მაყურებლისთვის ვაკონკრეტებ, რომ არ ეგონოთ ერთ-ერთი რაღაცა. ჯერ გვაქვს ერთი ამბავი, ეს არის დებუას წერილი, ოღონდ ერთი რამე ფაქტია, დებუა რო აგენტია, გასაგებია, მაგრამ ის უკონკრეტებს ამ ბეზანსონის ეპისკოპოს ასეთ რაღაცას, რომ სანდო წყაროებიდან შევიტყე, ანუ შეიძლება ვიღაცასაც ფული გადაუხადა ამ ამბავში რომ შეეგროვებინა, ანუ ეს ეთყობა რა შეასაქმეცით ის ამბავი, რასაც ის ბეზანსონის არქიეპისკოპოსა წერს, იქ ერთადერთი სიმართლე არის. ეს არის რომ ისა მოაქვთ დედის ანდერძის შესასრულებლად აი ეს მისი ნეშტი. დიახ, ამას გულისხმობ მე. ანუ ამას აგზავნის დებუა ბეზანსონში. ეს ერთი ისტორია. ეხლა ჩვენ დავიწყეთ მეორე ისტორია. ეს დამიეტას ამბების წინა პერიოდი, ანუ ეს გავუმიჯნე. ქართველების მისვლამოსი. ეს გავუმიჯნე უბრალოდ, როდესაც ქართველები ჩადიან, იქ მიდის თათბირია ბრძოლაზე რეალურად, მაგრამ პელაგიუსი ეს ქართველებისგან იგებს უკვე სავარაუდოდ, რასაც ახლა თქვენ ბრძანებდით, რომ ნამდვილად ლაშა გიორგის გადაწყვეტილი აქვს. რა არის საინტერესო, იცით? აი პირველად რო ჩავიდა ის ბერი, რომელიღაც თუ ბერები ჩავიდნენ, მათ ჩაიტანეს ამბავი, რომ გადაწყვეტილი აქვს საქართველოს მეფე შეასრულოს თავის დედის ანდერძი და წამოასვენოს აი აქ ასე იგი თავისი დედის ნეშტი. ეხლა იცით ეს რომ მაშინვე არ მოხდებოდა თამარის გარდაცვალებისთანავე, ეს სრულიად გასაგებია და აი რატო. იმას რა თქმა უნდა გარდაცვლილ მეფეს ვერც კატაფალკაზე დასდებდნენ, ვერც კუბოთი 4 კაცის შედგომით ატარებდნენ. ეს ყოვლად გამორიცხავ. მოდი ესე თქვა, ცხედარს ვერ შეინახავდნენ იმ დროს, რომ ახლად გარდაცვლილი გადაეცემა. ხო, არა, ეგ მაგას შენახვაზე არ არის მარტო. საშიში იყო. საშიში. ფიზიკურად შეიძლება მოეტაცათ რაღაცა შეედინათ. გაეძარცვათ და ასე შემდეგ. ხო და მინიმუმ გარდაცვალებიდან საჭირო იყო 7 წელი. ეხლა ეს კარგი იქნებოდა ეს რომ ეცეშიც მეწეროს. 7 წელი და რატო? გვამი უნდა გაღწნილიყო. ხო, არ დავკონკრეტდი მეც ახლა ესე გასაგებია. უნდა გაღწნილიყო. ანუ დარჩენოდა ძვლები. და მერე ეს ძვლებიც გასაიდუმლოებულად უნდა წაეღოთ. ხურჯინში, ტომარაში ჩაალაგებდნენ და ზეიდან მერე რაღაცებს დააყრდნენ და იმ საბაჟოები უნდა გაევლოთ. ეგრე კი არ იყო. ხო და იმ საბაჟოზე ჩრიკავდნენ ყველაფერს. მარტო დღეს არ არის ეგ. ხო და აი ესა და მერე სხვათა შორის ამ გარწნილ და დარჩენილ ძვლებსაც დამუშავება უნდა. მაგრამ სპეციალისტები ყავდათ, რომლებიც ამ საქმეს აკეთებდნენ. იმიტომ არის რომ იქ ჯვრის მონასტრის აი იმ სარკოფაგში
ერთმანეთში არეული ძვლები. მიგეთ? ძალიან ძნელია დაადგინო რომლის არის. ფოტო ხო გინახიათ კი, კაც? ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს ფოტო. ხო, ძალიან კარგი. და აი ასეთი ოპერაცია იყო ჩასატარებელი. მაგრამ რომ წაიყვანო ლექსი გამახსენდა რომ წაგიყვანო საწაგიყვანო აი დაახლოებით ასეთი ვითარება რომელი გზით უნდა წაიყვანო სად არის ის შედარებით მშვიდობიანი გზა ამიტომ ამისათვის მთელი დიპლომატიის გამოყენება იყო საჭირო ელჩები იქსავნებოდნენ იქ ხლათში გააგზავნეს რომ იქ მოლაპარაკება ეწარმოებინათ აი ესე და თუ გაგვიხსნით გზას და თუ გაგვატარებთ და ნუ ერთი სიტყვით რაღაცას პირდებოდნენ რაღაცას სანაცვლოდ რაღაცას იღებდნენ და აი სწორედ ხლათის ამირას წერილი არის ძალიან საინტერესო რომელიც სრულიად ნათელს ხდის დებუას რომ თამარის გარდაცვალებაზე რასაც წერს რომ მართალია რაო ხლათის ამირა რაო ეხლა მოგახსენებთ არის მისი წერილი რომელსაც ქვია დიდებული აფხაზეთის მეფეს დავითს დავითი ამ დროისათვის არავინ არ არის ხო და იქ არის რომ აი ჩვენ ასე პატივს ვცემდით მიცვალებულს იმას და ნათქვამია იქ რომ ამ დიდებულ ქალბატონს გაიგე პატივს ვცემდით რა ხო და დედოფალი მე მგონი არ ვიცი აღარ მახსოვს წერია თუ არა ეს არის სიტყვა დედოფალი და მე ვარაუდია რომ ეს დედოფალის ყვავილი იქნებოდა თუ ხო და აი ერთი სიტყვით ასე და ახლა ის წერს რომ ჩვენ ხო ასე პატივს ვცემდით ჩვენ ხომ ასე ვეთაყვანებოდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო დავითი ვინ არის მე მგონი ეს არის უფრო დაშიფრული წერილის შენიღბისათვის რომ დავითი ამ დროისათვის ნამდვილად არავინ არ არის მაგრამ დავითის სახელი იმდენად დიდი იყო დავით აღმაშენებლის რომ თურმე მუსლიმანურ სამყაროში საქართველოს ყველა მეფეს დავითს ეძახდნენ შეიძლება კი რა თქმა უნდა ეს სრულიად დასაშვებია ხო და აი ეს და ერთი სიტყვით დიდი პირობაა მიცემული და იქ ლაპარაკია იმაზეც თამარის ქალიშვილის გათხოვებას მიგეთ რომ აი ის რომ ყავთ კიდევ და ეს ნუ ეხლა აქ მე შემდეგში ეს მხარე როგორ განვითარდა მე არ ვიცი და აი ასეთნაირად მიიღეს ნებართვა რომ წასულიყვნენ თორე ისი არსებობდა რა თქმა უნდა ორი გზა ეს იყო ხმელეთის მეორე იყო ზღვის მაგრამ უხიფათო არ შეიძლებოდა რომელიმე რომელი ყველგან მოსალოდნელი იყო ძალიან ბევრი რაღაც მე თქვენი წიგნიდან ერთ პატარა ფრაგმენტ ჩავიკითხავ ახლა ჩემს წინააღმდეგო არა ხარსა ჯერ ხარ დასაჭერად ნახეთ უბრალოდ ციტატა მინდა რომ მაყვება საუბრობთ შემდეგ თქვენ წერთ ცნობილ ქართულ კათოლიკე მოღვაწეს და მეცნიერს მიხეილ თარხნიშვილს ვატიკანის ფონდებში უნახავს უცნობი ჯვაროსანი მხედრის წერილი. უბრალოდ მიერ დაწერილი ერთი საბუთი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ვციტირებ ახლა, მონღოლების საქართველოში შემოსევის წინა პერიოდში იერუსალიმში გადაასვენეს თამარ მეფის ცხედარი და წაიღეს სამეფო სახლის განძეულობა. ცხედარს მიასვენებდა ქართველთა ლაშქარი ახალგაზრდა უფლისწულის წინამწყობობით ჯვაროსანთა ტერიტორიაზე მისულ პროცესიას და ლაშქარს წინ შეეგებნენ ჯვაროსნები მიუსამძიმრეს და პატივით გააცილეს ქართველებმა უხიფათოდ მიაღწიეს იერუსალიმს და თამარ მეფის ცხედარი დაკრძალეს ქართველთა მონასტერშიო.
აქ ერთი რაღაცა არ არის აქცენტირებული თვითონ ამ იმაში, რა ქვია, თარხნიშვილის ნაპოვნ ტექსტში, თუმცა აი ეს ვარაუდები რო აქვს ხოლმე მეცნიერებს, აქ თითქოს ჩანს მაინც. ნახეთ როგორი ტექსტია. ხო ამბობენ რომ ზოგიერთი ისტორიკოსი ამბობს რომ ლაშა გიორგი ვერ ჩავიდოდა იქ, იმიტომ რომ მონღოლებთან შემოტევები დაიწყო და ვერ ჩაასვენებდა თამარს იქ, მაგრამ ამ ტექსტში ესეთ რაღაც წერია რომ ლაშა გიორგი მოუძღვებაო. მერე ფაქტი ესე წერია რომ რაღაცა წერტილამდე მოუძღვება ლაშა გიორგი. მერე არ წერია რომ ლაშა გიორგი ჩაყვა იერუსალიმამდე. იქო ჯვაროსნები დახვდნენო, ესე იგი ეს ჯვაროსნები დაეხმარნენ დანარჩენი გზის, აი თქვენასაც ბრძანებდი. დანარჩენი გზის გავლაში, ანუ აქ არ არის ნაგულისხმები რომ ლაშა გიორგი ბოლომდე გაიარა ეს გზა რა. და ქართველებმა, ანუ იმ ქართველებმა, ვისაც ესე იგი ლაშა გიორგიმ, მოდი ასე გავიგოთ. ლაშა გიორგიმ გარკვეულ მანძილზე გააცილა. დიახ, ამას ვამბობ. იმიტომ რომ მეფე ვერ წავიდოდა. მხოლოდ და მხოლოდ შეიძლებოდა სიკვდილს მოახლოებული მეფე წასულიყო. იქ როცა უკვე აღარა და თუ იქ ვინმე მოგკლავს, კიდე უფრო შენი ფასი იზრდება. ხო. რა? დანარჩენი მან რა ვიცი მე. აქ ესეთი ნიუანსია, მოდი ესე ვთქვათ, აი დღევანდელი დასანახიდან თანამედროვე ადამიანის დასანახიდან, როგორც სპეცოპერაცია, ასე დავარქვათ. კი, სპეცოპერაცია ნამდვილად. ანუ ლაშა გიორგი რაღაც პუნქტამდე, სადაც შეთანხმებულები არიან, აკეთებს აი ამ ძვირფასი ძღვენის უსაფრთხოდ გადაცემას სხვებისთვის, ანუ ვინც დაეხმარებიან თავის ხალხიც მისდევს. ხო, თავის ხალხი მისდევს, მაგრამ იქ არიან ჯვაროსნები, კიდევ ალბათ ვიღაცები, არ ვიცი. ანუ რაღაც პუნქტში ხდება მიცილება, საიდანაც უკვე ლაშა ბრუნდება უკან, ესენი მიდიან და აი ამ წერილში, რომელშიც ეს დასტურებოთ ამის ხო, რომელიც მიხეილ თახნაჩუმა ვატიკანის საცავებში ნახა ეს საბუთი, ვიგებთ ამ ისტორიის ფინალს, ამის თქმა მინდოდა, რომ აქ უკვე გვაქვს ცნობა, რომ მიაღწიეს იერუსალიმს, მიაღწიეს წმინდა ქალაქს ქართველებმა და ის ქართველთა მონასტერში დაკრძალეს. ანუ შევჯერდეთ ახლა რა მომენტზე, რომ მიხეილ თახნიშვილის მიერ ვატიკანის, როგორც აქ ხედავთ, ვატიკანის არქივებში ნაპოვნი საბუთის თანახმად, ესე იგი ჩვენ მანამდე სხვა წყაროები ქონდა, ვიგებთ, რომ ნამდვილად მიაღწიეს იერუსალიმამდე, ნამდვილად დაიკრძალა ქართველთა მონასტერში, ანუ სპეცოპერაცია დასრულდა წარმატებით. თამარი დაიკრძალა წმინდა მიწაზე. ასე ჩანს ამ წმინდა მიწაზე, მაგრამ თქვენი გაგებით სად რომელი იყო ეგ ქართველთა მონასტერი? მოდით მონასტრამდე სანამ მივალთ ამ ვარაუდამდე, მე რისით საბოლოოდ შეჯამება მინდა. თქვენ პირადად, როგორც მეცნიერს, როგორც ისტორიკოს, რამდენად აი ეს აქამდე რაც იყო ეს, თქვენთვის რამდენად სარწმუნოა? აი გეტყვით ახლა. რამდენად დამაჯერებელია ყველაფერი ეს იმისათვის, რომ თქვენ როგორც ისტორიკოსმა თქვათ, რომ არსებული სურათი და წყაროები მაძლევს საფუძველს იმისას, ვიფიქროთ თამარი. ესა და ეს. აი რაშია საქმე. როდესაც პეტრე იბერმა დაარსა ჯვრის მონასტერი, მაშინ მას ჯვრის მონასტერი არ ერქვა. დიახ. მას ერქვა ქართველთა მონასტერი. მიგეთ? ქართველთა მონასტერი და ჯვრის მონასტერი ასე იყო ცნობილი. ქართველთა მონასტერი. ეხლა ჩვენ ვიცით ლასტა მონასტერი. ხო არსებობდა. მაგრამ ის ოფიციალური სახელი ხომ არ იყო ლასტა მონასტერი, რა? ასეთნაირად ერქვა აი ეცეთ აი ტომობრივი სახელი ერქვა მონა, იმიტომ რომ ძირითადში აი ამ ტომის ხალხი მოღვაწეობდა. და თვითონაც ზაქარია ქართველი, ვინც იყო პეტრეს ისტორიკოსი, ის ამბობს, რომ აშენა პეტრემ მონასტერი თავისთვის ქართველთა მონასტერი. ამიგეთ?
ესე იგი, აი ეს ჯვრის მონასტერი იყო ქართველთა მონასტერი. ესე იგი, აი ეს წყარო ეხლა მე ეხლა მიშტება ზოგიერთი აზრი. ეს წყარო იმითი არის ეხლა დღეისათვის ჩემთვის საინტერესო, რომ აქ ლაპარაკია ჯვრის მონასტერში დაკრძალვაზე. იქ არის რომ მაცხოვრის საფლავთან დაკრძალულიყო და თორმე ანდერში ეგრე ეწერა და აქ კიდე ლაპარაკია რომ მიიტანეს და დაკრძალეს აი ქართველთა მონასტერშია აქაც ხო, ქართველთა მონასტერში. ესე იგი, აქ საერთო არაფერი არის, ეს არის ჯვრის მონასტერი. მაგაზე მე ბევრი რაღაცები მაქვს დაწერილი, აი რატო ეს სახელი რატო ქონდა. ხო და ეხლა რაშია საქმე იცით, აი მან არ არის არც მან და არც სხვაგან და არცად არ არის ნათქვამი თუ იქ უნდოდა ჯვრის მონასტერში რატო დაკრძალეს რა თანაც უწესობა ჩაიდინეს იმიტომ მამათა მონასტერში არ შეიძლებოდა რომ ქალები დაკრძალულიყვნენ ხო ეს ჩვეულებრივი წესია ქრისტიანული ალბათ შეიძლება მუსლიმანებშიც ეგრე ალბათ კაცებს მე მგონი სხვაგან აკრძალავენ ქალებს სხვაგან ხო და ჩემი აზრით იერუსალიმი მარტო დღეს კი არ არის მუდმივი არეულობის კერა იერუსალიმი ასე იყო რომის იმპერიიდან მოყოლებული რომ იქ იყო ყველა ოპოზიცია ერთმანეთის ანგარიშის გასწორება ერთმანეთთან დატაკება ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები და ასე შემდეგ და ტრიბის შემოსევა კიდე ხო და აი მე ასე ვფიქრობ რომ იმიტომ დაკრძალეს იქ რომ თქვენ ჩემზე კარგად იცით რომ ჯვრის მონასტერი როგორც დღეს არის ციხესიმაგრე ისე იყო მაშინაც ამიტომ რაღაც არეულობა იყო მაშინ ვერ შეძლეს განზრახულ ადგილამდე მისვენება ნიშნის და თქვენს რომ ამ სახიფათო ვითარებაში ჯობია ჯვრის მონასტერში იმ კედლებში ჩავასვენოთ დროებით და მე როცა სიმშვიდე იქნება გადავიყვანოთ რაღაცას გააკეთებთ იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ მის გამყოლებს დიდი სურვილი ექნებოდა თუ დაეკრძალათ ანდერძის მიხედვით ყოველ შემთხვევაში თქვენთვის აბსოლუტურად ნუ ჩემთვისაც ასე აბსოლუტურად სარწმუნოა ის ამ მასალებზე დაყრდნობით რომ თამარი ნამდვილად გადასვენდა აი ეს ისტორია სარწმუნოა ხო წმინდა მიწაზე ამაზე აღარ ვსკამათ მაგას დასკვნაში გეტყვით ყველა კეთი რაც შეეხება აი ამ საფლავის გარშემოდი რამოდენიმე სხვადასხვა საკითხი გავიაროთ ახლა რაც არსებობს ჩემგან და თქვენგან დამოუკიდებლად ესე იგი ერთია ეს ისტორიული წყაროები მეორე ვერაფრით ვერ ავუვლით ჩვენ გვერდს 1970-იან წლებში იკონომოპულოსის მიერ გაკეთებულ არქეოლოგიურ გათხრებს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ხო რომლის ფოტოც ჩვენ გავასაჭეროვეთ და ძალიან სწორედ მაგის დრო არის რომ ვილაპარაკოთ კი რომელიც გავასაჭეროვეთ და ძალიან ემოციური ხალხს არ ქონდა ეს ცხადი არანახი და ძალიან ემოციურად შეხვდა ყველა. მოდი ორი სიტყვით მე ვიტყვით რაღაცას იკონომოპულოსის ამ ექსპედიციაზე, რომ მას შემდეგ რაც 1968 წელს უკვე იერუსალიმი ისრაელის სახელმწიფოსი გახდა, უკვე დაიწყეს რაღაცნაირად სახელმწიფო ინსტიტუტებმა ჩამოყალიბება, რაღაცა ტურიზმისკენ წასვლას და ის მოკლედ იმის თქმამდე დაიწყეს მოწესრიგება ეკლესია მონასტრებისაც, საპატრიარქოებმა და სწორედ ამას ეხებოდა ჯვრის მონასტრის ეს სარესტავრაციო სამუშაოები. მე იქ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ბევრმა მე მგონი ქართველმა
იქ რო დადიან ექსპედიციებში ხოლმე თუ დადიოდნენ იმათ მას არიციან სამწუხაროდ რომ 70-იან წლებამდე ჯვრის მონასტრის იატაკი იყო სხვანაირი ხალხო აბსოლუტურად ცენტრალური მოზაიკა რასაც თევზებიან მოზაიკას ეძახიან რომელიც არის უძველესი ის მოზაიკაც იყო ნაწილობრივ დარჩენილი დანარჩენი მოზაიკა არ იყო და ასეთი გამოთქმა არსებობს იერუსალიმში იყო და არქეოლოგებში, ხელოვნებაცოდნეებში, ისტორიკოსებში, რომლებიც ეძახიან თურქულ იატაკს. რას გულისხმობდნენ თურქულ იატაკს? რომ ოსმალეთის იმპერიის პერიოდში რადგან შეკეთებები სრული არ კეთდებოდა, რესტავრაციები არ კეთდებოდა, სადაც დაზიანდებოდა ხოლმე იატაკი, უბრალოდ ფილებს ესე დებდნენ იატაკში და სწორედ იკონომოპულოს ჯვრის მონასტერში დახვდა როგორი ვითარება, რომ ეს საფლავები თითქმის ყველა ხელმისაწვდომი იყო ადვილად 5 სანტიმეტრი ფენა მოხსნა, იმიტომ რომ მთლიანად ეს მოზაიკა იხსნებოდა, ის თურქული იატაკი, ანუ ჩადებული ფილებიც უნდა აეღოთ და 5 სანტიმეტრი ფენის აღების დანავე ის აწყდება აკლდამაში ჩასვენებულ ორ ასე ვთქვათ ჩონჩხს, ხო, მოდი ესე ვთქვათ ახლა შეიძლება ბევრისთვის რთული მოსასმენი ან მეფე თამარის გვერდით ეს ჩონჩხი სიტყვა, მაგრამ ფაქტობრივად ასეთი იყო. როგორც მე ვიცი, როგორც მე ვესაუბრე ბატონ მიქაბერიძეს, რომელიც იკონომოპულოს შეხვდა და საიდანაც ეს ამბავი მოხდა საქართველოში 80 წელს, ასეთი რამ მითხრა და მე ძალიან მინდა მასთანაც გავაკეთო ინტერვიუ. მან მითხრა, რომ არაზურაბ ნამდვილად პროფესიონალ ანთროპოლოგებს აჩვენეს ჩონჩხები. რომელმაც დადო ზუსტი დასკვნა და ზუსტად შეაფასეს ასაკი. რომ ერთი არის 40 წლის ფარგლებში ქალბატონი, რომელზეც გულისხმობდნენ რომ არის თამარ მეფე. კაცო, მაგას მიქაბერიძის თქმა რა თუნდა? ეგ იკონომოპულოს აქვს ნათქვამი, კაცო. კი და უბრალოდ მე ის თქმა მინდოდა რომ იკონომოპულოს აქვს ნათქვამი და იკონომოპულოსმა პირად საუბარშიც ეს მითხრა. კაცო, ეგ უთხრა ირაკლი აბაშიძესაც, კაცო. კი. ანუ ამით იმის აღნიშნა მინდა, რომ თლათ ასეთი უბრალო ექსპედიცია არ იყო ისაც გააკეთა იკონომოპულოსმა, ანუ ის დათარიღდა შეისწავლეს ექსპედიცია არ იყო. ექსპედიცია სარესტავრაციო სამუშაოების დროს იყო, ხო, მაგრამ ის იმიტომ რომ ის ხო ყაზარმა იყო შიგა. კი. ხო, არა, მეც ის ვიცი, რა თქმა უნდა, ეკონომოპულოს მისისაგან, რაც ყველამ იცის. ახლა ეცეთ ძალიან აი ეგ საკითხი ძალიან უსიამოვნო ელფერს იღებს ჩვეულებრივ მსმენელში და მკითხველში. აი ახლა იმისი მიაგნეს ძლივს და უნდათ რომ გაძარცონ ეს საფლავი შიგარაფერი არ არის. რა უნდა გაძარცონ, რა იმ ძვლების გარდა შიგარაფერი არ არის. ერთი მონეტა აღმოჩნდა სპილენძისათანაც ისიც. და ეხლა ვიღაცები ყვირიან რა იქნა იქ რო სიმდიდრე ჩაატანეს. აი ქრისტიანმა ისიც არის ისურ ქრისტიანები ძვირფასეულობას არ ატანენ მიცვალებულს. ხო და აი ეხლა ეკონომოპულოსი ჩემზე მაგალითად ძალიან კარგ შტაბეშლებას ტოვებს, მაგრამ როცა მის ნაწერს მე ვკითხულობ, გძნობ რომ ის დიდი პრესის ქვეშ იყო. დიახ. იმას არ უნდა ეთქვა ის, რაც საქართველოს და ქართველობას გაუილებდა ამ მონასტრისათვის ბრძოლას. შედეგს რას მიიღებდა, მე მაგაზე არ ვლაპარაკობ. მოდი მაშინ შევჯერდებით ამ ისტორიაზე და თამარის თემას ამოვწურავთ. რაც იპოვა იკონომოპულოსმა ჯვრის მონასტერში, ზოგიერთმა ქართულმა ისტორიკოსმა თუ მკვლევარმა ის ამბობს და მოამახინჯ ემტოვითო მიწის ქვეშ იყო სადღაც იყო, არაფერი სადღაც არ იყო. ეს საფლავი დღესაც თითქმის ხელმისაწვდომად არსებობს ზედაპირიდან, მე იქ ვიდეოც მაქვს გადაღებული ყოფნისას 5 სანტიმეტრის სიღრმეში. მოდი ვთქვათ ეს, ჯვრის მონასტერი დგას უძველესი პერიოდის რაღაცა ტიპის კატაკომბ, მე ვამბობ რომის იმპერიის პერიოდში შევფიქრებ ადრინდელიც, ამას ისრაელელი მეცნიერებიც ადასტურებენ, რომ იქ მიწის ქვეშ ხმურები არის ბევრი რამ დახვდა. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ასევე არის მიწის ქვეშ კრიპტა სხვა, მაგრამ ეს საფლავი სავარაუდოდ იყო ცარიელი რაღაც
საფლავი, რომელიც არსებობდა, აი ეს სხვა ტიპის არის იკონომოპულოსი ამბობს, ეს არ არის პირდაპირ ამოჭრილი საფლავი. ეს არის რაღაცა ჭრილი, რომელსაც კიდე იქით გასასვლელი ჰქონდა. ისე რომ ჯვრის მონასტრი და ჯვრის მონასტერში მეორეულად მიჩნევაც კი იმ საფლავის, რომელიც ძალიან ახლოა ზედაპირზე, სულად შესაძლებლად მიმაჩნია და არ უნდა დავივიწყოთ შოთა რუსთაველი. ერთი რაღაც გამახსენდა ეკონომოპულოსთან სახლში ხომ მივიდა ირაკლი აბაშიძე. ხო და ირაკლი ისაუბრეს და გამოაცილა. ირაკლი მეუბნდა და თქვი ბოლოს და ბოლოს რა არის ეს? აი ეს საფლავი რას გვეუბნება როგორ? ხო და არაფერი არ უპასუხა. და მერე ირაკლი დაეშვა და წამოდა და უკან მომაძახა ირაკლი ამბობს რომ უკან მომაძახა რომ ეხლა უკვე ეჭვი არ მეპარება სადაც არის რუსთაველის საფლავი. ესე იგი მე ახლა ეს ფაქტიურად ზუსტად ზეპირად გითხარით. ეხლა მე ასეთი აზრი მიჩნდება, რატომ თქვა ასე ამ კაცმა? იმაზე არაფერი ხმა აღარ მოიღო. სადაც ჩვენ თამარის საფლავს გულისხმობთ და თქვა რომ ესე იგი ამითი ხაზი გაუსმა რომ რაც პირველად თქვი ის სწორია. ეს თამარის საფლავია და რუსუდანის. და ეხლა უკვე ვიცი სად არის შოთა რუსთაველი. და გიორგი შეუთანხმდები ეხლა მე რომ ამ საიდუმლოს გავამჟღავნებ დღეს, იმიტომ რომ 10 წლის მანძილზე მე ეს არ მithქვამს არასდროს არსად. არასდროს არსად არ მithქვამს და დღეს აი თქვენ ინტერვიუში ვიტყვი. ჯერ ერთი, აი როცა იყო 60 წლის ექსპედიცია გიორგი წერეთლის, ირაკლი აბაშიძის და აკაკი შანიძის, მათ რეალურად ჰქონდათ ცდილობა იქ ებრაელებიც თავაზობდნენ მეცნიერები, რომ აქ შოთა რუსთაველის საფლავია, ნებართვა იქნებ მოიპოვოთ, მოდით, ვერ მოახერხეს. თუმცა იქ კრიპტაში ჩასასვლელი ნახეს, მე მაქვს იკონომოპულოსის სქემა საფლავების ფიზიკურად ხელზე, ნამდვილად მაქვს, რომელიც არც მარტივი შესაძლებელი აღმოჩნდა. მაქვს ცნობები იმისა, რომ გარდა ამ 6 საფლავისა, რომელიც არის ტაძარში, არის მიწისქვეშ ერთი დიდი გამოქვაბული, რომელიც არის ძვლებით სავსე. შოთა რუსთაველის საფლავს რაც შეეხება, იქ ცალკე ჩასასვლელი არის. მე და გიორგის 2016 წელს ჰქონდა მარტოები ვიყავით იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, მოხდა რაღაცა გარემოება, გასაღები ჩვენ ხელში იყო. არავინ არ იყო შიგნით და 300 წლის მერე ორი ქართველის ხელში იყო ჯვრის მონასტერი. აქ ახლა აღარ გავაგრძელებ, ვინც რა უნდა ის იფიქროს თავისი ფანტაზიით, მაგრამ მე ვიცი ერთი რამ. მაგავე დროს, რაზე ვთქვი, რომ მე ამ საიდუმლოს გავამჟღავნებ თქო. მაშინ ირაკლი აბაშიძის ექსპედიციასაც ჰქონდა ეს ვარავდი კი არა, ნუ რეალურად საშუალება არ მიეცათ გახსნის, თორემ იცოდნენ, რომ შოთა რუსთაველის საფლავი იქ იყო, მაგრამ 2016 წელს იმ დროს, ვინც იყო იერუსალიმის ჯვარის მონასტრის იღუმენი კლავდიოსი, რომელთან ჩვენ ჰქონდა ახლო ურთიერთობა, ერთ-ერთ საღამოს ჩვენთან საუბარში არაერთ გზის თავის ინიციატივით ჩვენ არ გვიკითხავს დაადასტურა, რომ შოთა რუსთაველი არის დასაფლავებული აქ, ასე მითხრა და მეც და გიორგისაც და რომ ვკითხეთ რა ადგილას, ეს ეკნა თითით აი სადაც არის ის ფრესკა, იმ ფრესკის ქვეშ და ამაზე საუბრობდა ზუსტად აბაშიძისა და წერეთლის და შანიძის ექსპედიციაც, რომ იმ ფრესკის ქვეშ უნდა ყოფილიყო. თავისთავად შოთა რუსთაველის იქ აღმოჩენაც, მოდი ამით დავამთავროთ ეს მთელი ამბავი. არა, მე არ ვამთავრე. თამარისი, კი ბატონო, უბრალოდ ამის აღნიშვნა აუცილებლად მინდა, რომ არ ვიცი ახლა რამდენად ეს ტრფობა მართლა იყო, ჩვენ არც ერთმა არ ვიცით, რომ ეს ვეფხისტყაოსანი თამარს მიეძღვნა თუ როგორც იყო, ახლა არავის პირად გზნობები არ ვიცით, მაგრამ ჯამში ნუ რაც ვიცით, როგორ მათ მოაღწია ჩვენამდე მოაღწია იმ ამბავმაც, რომ შოთა რუსთაველი იმიტომ წავიდა იქ, ნუ გასაგებია. იერუსალიმში ხო, რათა
ასე ვთქვათ, ეპატრონა თამარ მეფის საბოლოო, მოდი ასე ვთქვათ, ადგილსამყოფელი. ჩვენ 70-იანი წლების იკონომოპულოსის ექსპედიციით, მაინც მოდი ექსპედიცია დავარქვათ, იმიტომ რომ მეცნიერები იყვნენ ჩართული, ხა ანთროპოლოგები იყვნენ და სწავლობდნენ. არა, მერე როცა ისინი ნახეს, მერე დააქვიეს კაცი. რაც შეეხება თვითონ იკონომოპულოსის საბოლოო დასკვნას, რომელიც არ დაწერილა და მე ისრაელში იანა ჩეხანოვეცმაც კი ესე თქვა ერთ-ერთ ლექციაზე, ანუ ცნობილი ამბავია, რომ ჩვენო აქო მთელი მეცნიერები ველოდითო, იმიტომ რომ მას ჰქონდა ფიზიკურად შეხებაო, რომ საბოლოო დიდი დასკვნითი წერილი თუ რა ვიცი, რაღაცა მონოგრაფია გამოექვეყნებინა იკონომოპულოსსა და ისე სუპირდებოდაო, რომ დავწერ და ისე გარდაიცვალა, რომ ვერ დაწერაო. ეხლა საქართველოში რა ხდება ორი სიტყვით ვთქვათ და თამარის საფლავის ამავე პრინციპში ბევრი საკითხავი აღარც არის სად არის საძიებელი. მაინც მინდა ვთქვა იმერეთის მეფის ამბავი, რომელმაც ჯერ იქ თავის მეუღლე დაასაფლავა, ხო? ცნობილი ამბავია, მაგრამ მაინც აქვე ვიტყვი. თავის მეუღლე მაგრამ მე არა მგონია კაცო, ესეთი მკრეხილობა როგორ უნდა შეედინა. თამარ მეფის საფლავში ჩაეწვინა, მაგრამ ექვთიმე ხო ამბობს, რომ ეს იპოვა მან. ანუ ექვთიმემ როდესაც გათხარა ის საფლავი, ექვთიმე ადასტურებს, რომ იმ საფლავში იპოვა ორი ცხედარი, ერთი ქალის, რომელიც დაბალი იყო, მეორე მამაკაცის, რომელიც უფრო მაღალი იყო. და ამით ექვთიმემ დაადასტურა, რომ ეს იმერეთის მეფის ეს წერილები თუ ჩანაწერები დასაფლავების შესახებ არის ნამდვილი, იმიტომ რომ ორივე ჩონჩხი იპოვა ექვთიმემ. უბრალოდ ჩვენ შეგვექმნა ახლა პრობლემა, ცოტა მეღიმება, მაგრამ გასაღიმებელი არ არის. მე და გიორგი გადავწყვიტეთ, რომ მოგვიკითხა, რომ კარგი თამარი არ არის, ის არ არის, ეს არის, მაგრამ ექვთიმემ რაც იპოვა ის ჩონჩხები იმერეთის მეფისა და დედოფლის, ის სადღა, რომ იპოვა საწავიდა და სიმართლე გითხრათ, დღემდე პასუხი ვერ ვნახეთ. მე-20 საუკუნეში მაინც წაიღეს იმერეთის მეფისა და დედოფლის ჩონჩხები. ანუ აი, ჩემი მოსაზრებების შეჯერება დასკვნითი ნაწილი. ხო? ბატონო ელდარ, მოდით ესე შევაჯამებ ამ ნაწილს ჩვენ ინტერვიუსას, რომელიც თამარ მეფის საფლავს ეხებოდა. თქვენივე წიგნში 35 გვერდზე ვკითხულობ ჩემი მოსაზრებების შეჯერება დასკვნით ნაწილში. განხილული უცხოენოვანი წყაროები ნათელს ხდის, რომ ნამდვილად არსებობდა თამარ მეფის ანდერძი, რომელშიც გამოთქმული იყო მისი სურვილი, დაკრძალული იყო წმინდა მიწაზე. მეორე საკითხი. ნათელია გიორგი ლაშას და მისი კარის განწყობილება სისრულეში მოეყვანა თამარ მეფის უკანასკნელი სურვილი. მესამე საკითხი. ჩანს ქართული დიპლომატიის საქმიანობა განზრახვის სისრულეში მოყვანისთვის, რაც ნამდვილად აი წეგან თქვენაზეც საუბრობდით, რომ აი ამ გზებს ყველაფერს ეძებდნენ. მეოთხე საკითხი თქვენ რაც დაასვენეთ, არსებობდა თამარ მეფის ცხედარის იერუსალიმში გადასვენებისთვის მეტნაკლებად უხიფათო სახმელეთო და საზღვაო გზები. მეხუთე. არ ვარ დარწმუნებული სისრულეში მოყვანილი იქნა თუ არა განსვენებული მეფის ანდერძი, მაგრამ მეექვსე. მრავალ კითხვას ბადებს წმინდა ჯვრის მონასტერში არსებული საფლავი, რომელშიც აღმოჩნდა ორი მანდილოსანის ნეშტი. მეშვიდე. მთელი რიგი ჰიპოთეზები, რომლებიც წინამდებარე ნარკვევში გამოითქვა თამარის მეფის საფლავთან დაკავშირებით, სიმართლესთან მიახლოებულ ვარაუდებზეა დამყარებული. ვიმედოვნებ, ისინი კიდევ უფრო გააძლიერებს ინტერესს შემდგომი კვლევისთვის და საიდუმლოებას ფარდა აიხდება საქართველოს ისტორიის ამ უაღრესად მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხისთვისო. ეხლა მე მინდა ესეთი რაღაცა კითხოთ, რაც არ უნდა იყოს 2014 წლიდან 2026 წლამდე რამე აზრი ხო არ შეიცვალეთ ამ დაკითხვის ფონზე, ამასაც ხო დამპირდით, კაცო. ბატონო? ხო დამპირდით, რომ აი სიახლეებს გეტყვით. მოდით მაშინ ეს ამბავი ესე შევაჯეროთ. ჩვენთვის პირადადაც და თქვენივე წიგნიდან გამომდინარე რაც წავიკითხეთ, რეალური და ექვთიმეს მიერ საფლავის ვერპოვნით და კიდე ბევრი რამით, ეხლა დღეს თქვენი ინტერვიუ რო ძალიან არ გავზარდო, მე და გიორგი მივედით იქამდე საბოლოოდ, მე და გიორგი რა, ნუ სურათი ასეთია, რომ თამარი გადასვენებული იქნა იერუსალიმში და გარდა იმისა, რომ მას უნდა თქვათ პირადად სუბიექტურად და წეგან თქვენ ყველაფერი იდეალურად ჩამოაყალიბეთ, რატო ენდომებოდა შეიძლება იქ დასაფლავება, კიდევ ერთი გარემოება მაინც მე ვიპოვე.
ერთი პლუსი კიდე რატომაც შეიძლებოდა ეს ანდერძად დაეტოვებინა, რომ ქართველებმა ბევრი რამ გააკეთეს იქ საუკუნეების მანძილზე და ერთ-ერთი მიზეზი თამარის იქ დასაფლავების შესაძლებელი ყოფილიყო ის, უпростоოდ მოტივი მისი მხრიდან, რომ თუ იცოდა ქართველებს როგორც უყვარდათ თამარი, იცოდა თავისი მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში, რაც უნდა უბრალო ადამიანი იყო, ობიექტურობას არ კარგავ და ერთ-ერთი იყო ისიც, რომ თუ იგი დაიკრძალებოდა იერუსალიმში, ქართველებისთვის ის ადგილი იქნებოდა მნიშვნელოვანი ადგილი და ეს იქნებოდა ერთ-ერთი კიდე საფუძველი იმისა, რომ ქართველებს იერუსალიმი არ დაეკარგა. მე ერთგან ვიცი, სადაც იყო ქართული განძი. ეს იყო იაკობ ალფეს მონასტერში. მე მაგაზე დაწერილი მაქვს. იაკობ ალფეს მონასტერში როგორ სომხებმა ხო ჩაიგდეს ეგ მონასტერი ხელში თავიდან 50 ოქროზე მორიგდნენ, რომ წელიწადში 50 ოქროს გადაუხდიდნენ ქართველებს, იმიტომ ვეღარ ინახავდნენ. ჯერეგერთი თვითონ ბერების რაოდენობა შემცირდა. ქვეყნიდან აღარ მიდიოდა ის შესაწირავების გარეშე, როგორ იარსებებდა და ყველაფერზე ზედ დაემატა ოსმალური გადასახადები. ხო და არ გადაიხდიდი, მაშინვე გიკეტავდნენ ამ სამლოცველო სახლსა და ნუ ერთი სიტყვით აი ასეთი ამბები იყო. და იქ ინახებოდა განძი და ქართული. გითხრათ და სომხებს მიაქირავეს. კი არა მიიღეს. მიაქირავეს. ამ 50 ოქრო წელიწადში და გავიდა ხანი. ეგ უკვე მე-18 საუკუნეა და ამ იაკობის მონასტრის რეკონსტრუქცია განიზრახეს სომხებმა. დაიწყეს და აღმოჩნდა განძი. ესე იგი კედლის რაღაცა მოანგრიეს და კედლის იქითკენ იყო შენახული უდიდესი სიმდიდრე. საიდან ვიცით ეგ ამბავი? აი ეხლა გეტყვით ყველაფერს. მე წაკითხული მქონდა ტიმოთე გაბაშვილთან, რომ წმინდა იაკოფის ტაძარი ოდესღაც იყო ქართველ მეფეთა ხაზინა კი არა ზარაფხანა. ზარაფხანა იყო იქ. და ეხლა იქ მოხდა მერე სკანდალი. ეს სიმდიდრე ხო იპოვეს. ამის შემდეგ რამდენიმე დღეს არ გაუვლია, იქ უთხრეს მუშებს თურმე ამ ეკლესიის ხელმძღვანელებმა, აქედან სიტყვა უნდა გავიდეს, რომ რაღაც აღმოჩნდა და ერთ დღეს იაფოს ჭიშკართან მოკლეს კაცი. ყელი გამოჭრეს. აღმოჩნდა ერთ-ერთი მუშა, რომელიც იქ მუშაობდა იმ რეკონსტრუქციაზე თუ რესტავრაციაზე და ამან მიიღო სერიოზული სკანდალის სახე. დაიწყეს გამოძიება, ესე და მერე მე აღარ ვიცი რითი დამთავრდა. მაგრამ დღევანდელი შედეგით ვილაპარაკოთ. ტიმოთე გაბაშვილის ის ნათქვამი ნუ არავის არ სჯეროდა ხლა ქართველებს იერუსალიმში თანაც მეფეს ის ეკნებოდა. ფული მოეჭრა, ხო? იქ ფული ეკეთებინა და რაღაცა ეკეთებინა, მაგრამ ეგ ფაქტია. ამ კაცმა თქვა, რომ აქ იყო და აგერ აღმოჩნდა, რომ ასეთი სიმდიდრე ჩაუვარდა სომხებს ხელში. საინტერესოა რა. კი.